სპორტსმენი ძალიან კარგად არის ნაცნობი როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე კომაგებისთვის. მარგიშვილი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია. ახალგაზრდებში ჭაბუკებშიც აქვს მედლები ურაშვილს. ასაკში სხვაობა იქნება ხო რაღაც ეს 3 წელი მაინც 3-4 წელი. ურაშვილი ჭაბუკებიდან მარგიშვილის ხო ურაშვილი ჯერაც შეუძლია 20 წლამდელებში ჭიდაობა. კიდევ 2 წელი, 2 სეზონი. მაგრამ ესეც სრულიად განსხვავებული ტექნიკის პატრონია. შარშან ჭაბუკებში კოტეს პეტრიაშვილს შეხვდა. შარშან 20 წლამდელებში წააგო პეტრიაშვილთან და შემდეგ საერთაშორისო ტურნირებზე არ გამოსულა. ტრავმა ჰქონდა. 2023-ის სოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახლავთ 17 წლამდელებში. ყურაშვილი ხა გაიყვანა ხალხიდან მარგიშვილმა და პირველი ქულა ამით მიიღო. მისი შეხვედრა ყურაშვილის შემნახეთ რომელაშვილთან, შეიძლება ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სულ რომელაშვილი უტევდა და ყურაშვილი ნებისმიერ პოზიციიდან კონტროლით აგდებდა. თუმცა ეხლა იმავეს ვერ ახერხებს მარგიშვილთან, რომელსაც აი ამ გასულ პერიოდში აქვს რაღაც გარკვეული უპირატესობა, ქულაც მოიპოვა უკვე. ახლა კიდე შეიძლება გადადგმევინა ფეხი 2-0, ამით არ დასრულდება ეს ყველაფერი. ბილეთები იქნება დარწმუნებული. 1 წუთი გავიდა ცოტა მეტი. აგერკისრული 4 ქულა, პლოვი. 2. ავიღო საკმარისი ამპლიტუდა, გაათანაბრა და გავიდა. ამილეთის წყალობით ყურაშვილი წინ. 4 თუ 2 თათბირი გამართეს საჯებმა. განხილვა თვითონ საჯებმა მოითხოვეს ამ შემთხვევაში მოთათბირება ერთმანეთში. ხავისხიანი კისრული იყო, დიდი ამპლიტუდა არ ქონია, აუწევია ჰაერიდან. 2 ქულა მისცეს. 2 ქულა აკმარეს. თუმცა 2-2-ზე მაინც თვითონ არის წინ და ეხლა ყურაშვილის მანაკი თბილისელები აბაკასთან. რაში იყო საჭირო არც ვერ მიხვდი, ხო 2-2-ია წინ არის და შეიძლება ისინი 4-ს ითხოვენ. ითხოვენ, მაგრამ განიხილეს და 2 დაუწევეს და ეხლა არ დააკმაყოფილებენ და საგავა 3-2 წინ ისევ მარგიშვილი. თუმცა ამით არ დასრულდება, რა თქმა უნდა, იგივე იქნება. წებენ ახლა უკვე განხილვას. ამ მომენტისთვის ეს ერთი ქულა არაფერს არ აძლევდა. ხო, ჰაერში არ წამოუწევია, პირდაპირ გადააგდო ფეხებიდან. შესაბამისად 2 ქულა იყო, უნდა ვენდოთ საჯებს. რაღაც არჩევენ ხა ხო გაარჩიეს ერთხელ და ითათბირეს და თქვენს რომ 4 ქულა არა და 2 ქულა იყო. ასევე გაუგებარი იყო ის შემოგდებული ლურჯი ბალიში. განიხილავენ ის საჯები ამ ეპიზოდს, გრძელდება მათი განხილვა. იმედია დიდხანს არ გაგრძელდება ეს განხილვა და მალევე გაგრძელდება. ხო, რამდენჯერმე ვნახეთ ეს ეპიზოდი, ხმა შეგვიძლია განახოთ კიდევ ერთხელ, მაგრამ ამით არაფერი არ შეიძლება. იყო გისრული, იყო შეფასდა 2 ქულით, თავად საჯებმა ითათბირეს და დატოვეს ეს 2 ქულა. მოდან აქედან ვნახოთ. აშიც შეხვდით, ის დაუბრუნეს, როგორც ჩანს შეაფასეს, მაინც 4 ქულით. თვილა
ბატონო, დაუბრუნოს 4 გოლა დაუწერეს აქ ურაშველს. მაგ კიდევ იქნება ილეთები, ქულები და არაერთი ესეთი ეჭვი მაქვს. მთელი წინა პერიოდი არის წინ, თუმცა აქაც ახლა მარგიშვილი აპირებდა ცოტა სარისკო ილეთის გაკეთებას. მოგვერდის სადა ეხა თეზოთი მიეწვა ყურაშვილი ვერ გადააგდო. მაგის ხალიჩის ყიდაზე ყავს, მაგრამ ეს არც არნიშნავს. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ყურაშვილს ილეთის გაკეთება ან კოდრილეთის. აჰა, კიდევ ერთხელ სადა თეზოთი მიწოლა. ბოლოს გაადგმევინა მარგიშვილმა. სამივე ქულა ესე აიღო, ხო, მარგიშვილმა. ხალიჩიდან გაყვანით. ნახეთ ჩვენ ესეთ შეხვედრა, როცა ამ ხალიჩიდან გაყვანამ და ერთქულიანებმა აჯობა 4 ქულიანს, ჩხიდუნიძე რიგვავას შეხვედრა მაქვს ფედერალობაში. აგერ ზემოდან რატო შეწყვიტა საჯმა ვერ მივხვდი. ახლა აშკარად კონჩეტევა ქონდა ყურაშვილს, მაგრამ დრო გავიდა. 4-3 წინ არის ანდრო ყურაშვილი. თეიმურას კოჩიანი და დიტონ ოდია გახდნენ ამ წონაში ბრინჯაოს პრიზიორები. დაიწყო მეორე პერიოდი, შემოვიდნენ უკვე ლეიბზე, ხალიჩაზე და იწყება მეორე პერიოდი. პირველი პერიოდის შემდეგ 4-3 იგებს სანდრო ყურაშვილი თბილისელი სპორტსმენი ანდრო მარგიშვილთან დაპირისპირებაში. საქართველოს თასი 23 წლამდე შორის თავისუფალი ჭიდაობა. დაძალა ეხლა ნახეთ ყურაშვილმა და ეხლა თუ შემოუარა. ხო, თუ შემოუარა, რა თქმა უნდა, მაგრამ ილეთი შეუულია აქედან. არც მარგიშვილი აქ უშანსო და საბოლოოდ ერთი ქულა თუ ორი კი გადააგდო. პარტებში გადაიყვანა, დაიწყო ხალიჩაზე, შესაბამისად დაწინაურდა მარგიშვილი 5-4. აქა ძალიან სწრაფად იწვება ლიდერი. ხო, აქ ქულები კიდევ იქნება. დაწუნებული გზანდებოდეთ ფეხში შესვლასა და ყურაშვილმა ხო, მოღონი ჯობნის ახლა მარგიშვილი ის უფრო უფროსია, უფრო ტანადიც არის. აგზელდა ცოტა ეს უილეთო პაუზა, ნახოთ აბა ყურაშვილს რა აქვს შემონახული. მოზაცამი აქ აღარ იქნება როგორც ჩანს. კიდევ ერთხელ გაიყვანა მარგიშვილმა 6-4. და ბოლო წუთიც იწყება.
ხო, იზალა მოკლედ მარგიშვილმა ჯერჯერობით 54 წამი დაღლა დაეწყო ყურაშვილს, თუმცა ის შეეცდება ამ ბრძოლის გარდატეხას. 7-4 დიდი ჩამორჩენაა უკვე 35 წამი. 35 წამი დარჩა დასრულებამდე. Ოცი წამი. ხეთან მარგიშვილი აკონტროლებს უკვე შეხედრას. ხო, ძალით აჯობა ეხა აშკარად. არც ეს არ არის გასაკვირი ხა ყურაშვილი როგორც თქვით უფრო პატარა არის მასზე. კიდევ ერთი გაყვანა და 8-4 ანდრო მარგიშვილის სასარგებლოდ. აი აქ ხა დაიყვანა უკვე ყურაშვილმა და ჩოგბურში დრო აღარ იყო. მოკლედ ქაველმა დაასრულა 1-4 თბილისმა 2-ს ხრიდა და 4 ბრინჯაოს მედლით. ხო, ყურაშვილს რაც შეეხება ის გითხავ ჯერ 18 წლისა 20 წლამდელებში შეუძლია მას საქართველოს ჩემპიონატში ჭიდაობა და შესაბამისად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლა. კარგი ჭიდაობა იყო.